გარდაცვალების შემდეგ ადამიანი მართლა ხვდება თუ არა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში? დიახ, მართლა ხვდება. ამიტომ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სასუფეველში მოვხვდეთ. როგორ? კი, არა, მივყვები ნელ-ნელა. უკან არა, უпроსტად გადავიდა, ტუშივით იყო და გადავიდა. ესე იგი, ხო ყოფილა რაღაც სიხარული გქონია ერთ დღეს, მერე მეორე დღეს რაღაც სამწუხარო ამბავი ყოფილა. მერე მესამე დღეს შეიძლება ისევ სიხარული. ამ წუთის სოფელში იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთს ცვლიან. მაგრამ სასუფეველში არის სულ სიხარული. ჯოჯოხეთში არის სულ სატანჯველი, იქ არ ვთავრდება სატანჯველი. აი აქ მაგალითად წავიქეცის ფეხი გვეთკინა, ეზოში ვეღარ გავდივართ, ბურთს ვერ ვთამაშობ და საწოლში ვწევართ. მაგრამ არსებობს რა? არსებობს იმედი, რომ ჩვენ გაგვივლის ეს ფეხი და ისევ გავინავარდებთ, ხო მართალია? მაგრამ აი ჯოჯოხეთში იმედი არ არსებობს. ახლა რო იცოდე, რომ სულ ესე უნდა იყოს. ხო ძნელი. სასუფეველში სულ სიხარულია. აი დაუშვათ დასასვენებლად წახვედი მეგობრებთან ერთად და გელოდება სიტყვაზე 10 დღიანი რაღაცა სასიამოვნო დასვენება. და რომ იცოდე, რომ ეს 10 დღე კი არ არის, არასოდეს არ დამთავრდება. და რომ იცოდე, რომ ერთი დღე მეორეზე უკეთესი იქნება უეჭველად. ის კი არა, რომ იცი რომ დღეს ხო სიხარული გაქვს, ხვალაც ისეთი ზეგაც და შეიძლება თქვა, რომ მოიწყინო. ის სიხარულებიც კი მოიწყინო, მაგრამ სასუფეველში ეს სიხარული არის მზარდი, იზრდება. მეორე დღეს ისეთი სიხარული გექნება, რომ წინა დღის სიხარული გავიწყდება. მესამე დღეს კიდე ისეთი მეორე დღე რომ დაგავიწყდება და ესე სულ იზრდება. და ადამიანი დღეს როდემდე იზრდება და დაუსრულებლად იზრდება, იმიტომ რომ ღმერთი არის უსასრულო. ეხლა თქვენ ხო მათემატიკას სწავლობთ. ხო არის პლუს უსასრულობა და მინუს უსასრულობა, ხო არის? ახლა აი მილიონს რამდენი მილიონიც არ უნდა უმატო და უმატო, უსასრულობას მიაღწევს როდისმე? ვერასოდეს. ადამიანსაც რამდენიც არ უნდა მიემატოს სიხარული, არა? ის ვერასდროს უსასრულობა ვერ იქნება. ღმერთი კი უსასრულოა, მას არ დაელევა ჩვენთვის ის სიხარულები, რაც ჩვენთვის არის გამზადებული. მთავარია ადამიანმა ეს მოიპოვოს თავისი ცხოვრების წესით.